ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია და ჩვენი გადამღები ჯგუფი დედაქალაქის უბანში ორთაჭალაშია, სადაც გადავიღეთ რამდენიმე კვების ობიექტი, საცხობი, საჭმელების და მზა პროდუქციის საამქრო და ასევე პოპულარული რესტორანი, რომელიც თბილისში ძალიან ბევრმა იცის, სადაც ჩვენ ტკბილი ქართული სიმღერა მოვისმინეთ. იყო ნიჟარები და არ იყო ონკანები და მიმტკიცებდნენ რომ წყალი მოდის ონკანების გარეშე მოდიოდა წყალი. აი ეს შემთხვევა საცერი არის, მაგრამ რამდენად იცრება? გვითხრეს რომ აი მე კუჭები გვტკივაო, აღარა გვაქვსო ამ პროდუქციისგანო. ვიფიქრეთ, დროა, რომ გადავამოწმოთ წყარო. რა ზელილია ყველაფერი შეხედე. ამას შეხედე. ამას შეხედე. ეს რა არის? ამას სტილო რომ გამოუსვათ ხო შეიძლება. სინებიც რას გავს, სინებიც ძალიან ბინძურია. აქაურობა კატასტროფაა. მე რატო ვარსებობ ისე? ჩვენი მოთხოვნა არ არის, კანონის მოთხოვნაა, რომ იქ სადაც ამზადებენ საჭმელს, აუცილებლად უნდა იყოს სისუფთავე. თბილისი ორთაჭალა გორგასლის 115 კვების ობიექტი ხურჯინი. სიმართლე გითხრათ, ამ ობიექტზე არავის მოუწერია, უბრალოდ ჩვენ ვნახეთ ეს ობიექტი კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ვეწვიეთ აქვე მდებარე მოხუცთა თავშესაფარში პალიატიური ავადმყოფები იყვნენ იმ თავშესაფარში და მაშინ შევნიშნეთ ეს ობიექტი. ვიზუალურად ცოტა არ მოგვეწონა, მოუწესრიგებელი მოგვეჩვენა და ვიფიქრეთ, რომ უნდა შევიაროთ და გადავამოწმოთ, რამდენად სუფთად და კარგად ამზადებენ იგივე მოხუცებისთვის საჭმელს და ასევე როგორც ვიცით, ეს კვების ობიექტი ემსახურება სხვადასხვა კლინიკებს, პანსიონებს მოხუცებისთვის თბილისში და ასევე რეგიონებში, მაგალითად მარნეულში. ვისთვის მზადდება საჭმელი კონკრეტულ ობიექტზე? მარნეულის სავესის კლინიკისთვის. გარდა მაგისა, აი აგიწერიათ, რომ მარნეული თიმი საპატრიარქოს სააბატმყოფო, ასევე აი აქ არის ყველაფერი. კი ბატონო. პალიატიური აი აქ, ხო? ეგ პალიატიური ჩვენი ანახი გვაქვს და ეხლა თქვენთან აქვს კონტრაქტი დადებული და თქვენ მზადებთ საჭმელს. კი ბატონო. აი ასეთ კონტეინერში მზადდება, აი ასეთ კონტეინერებში მზადდება. ეს არის, ხო? წვნიანი არის, როგორც მივხვდი, კი ბატონო. თავზე არის დახურული ჰერმეტულად და შემდეგ მიდის უკვე უშუალოდ ობიექტზე. ეხლა ნახოთ, რამდენად უვნებლად კეთდება. გემოს და ორგანოლეპტიკას მე თქვენ ვერ გადმოგცემთ და ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ამას თვითონ პაციენტები აგემოვნებენ და პაციენტები ავრცელებენ ამის შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას, მაგრამ როგორ მზადდება, ამას უკვე გაჩვენებთ ობიექტზე. მაგიდები უჟანგავი ლითონით არის დაფარული და ეს არის ძალიან სწორი და კარგი. იატაკი არის ერთგვაროვანი და იატაკის რეცხვა დეზინფექცია არის შესაძლებელი. გამწოვები არის ძალიან სწორად დამონტაჟებული და კარგად და შევიხედოთ გამწოვში. გამწოვში ნახეთ, კონდენსატი არ არის, გამწოვები სუფთა არის, მაგრამ აქ მზადდება, რომელ ღუმელებს ხმარობთ ძირითადად. არა, ამ ღუმელსაც ხმარობ. ჩვეულებრივად. ნუ ამისევი გამწოვი არ არის. არ ვადუღებ ხოლმე და საჭმელებს ამაზე ვაკეთებ, ეს მიწყობს. კარგი ბატონო, ღუმელები ახალია, ეს პურია, ხო? ულუფებად. კილო არის სუფთა, ნახეთ, აი რასაც ვუყურებ მე ჯერჯერობით არის სუფთა და ახალ-ახალს ხმარობენ და ეს რა თქმა უნდა მომწონს, არასწორად ხდება დეფროსტაცია, არ შეიძლება იყოს ასე წყალში ჩაწყობილი, ეს უნდა ხდებოდეს მაცივარში და ქვევით ნაჟური წყალის გადინება უნდა ხდებოდეს. ქვევითაც უყურებ, მე ქვევითაც მოწესრიგებულია ყველაფერი, სამი დაფა არის. სხვადასხვა პროდუქტისთვის გვაქვს გამოყენებადი, ხო? კი ბატონო, მაგრამ აი ამაშზე თქვენ ჭრით მწვანეს, ხო სწორი ვარ? ამაზე თქვენ ჭრით ხორცს. და ეს დაფები გამიჯნული უნდა იყოს, შესაბამისი ჩასადებია და იქ უნდა ჩადოთ. აი ესე აქვთ კონტეინერებში ყველაფერი მოთავსებული და ესე ძალიან კარგია, იმიტომ რომ აქ კი აქვს თავღია, მაგრამ დაახურავენ თავს დანარჩენი ყველა აბსოლუტურად არის თავდახურული და თავსახურებით. აი აგერ არის და უბრალოდ აი
მომზადების პროცესში არის, რომ ეხა აი ცხელ პროცესში მოვედით და არა უშავს. ეს ჩვენი მაცივარი არის, მომსახურე პერსონალის და მაცივარი ქაქვთ ის პროდუქტების. თქვენი სახელი? ირინა. ქალბატონო ირინა, თქვენ გინდათ მე მითხრათ, რომ ამდენ არაჟანს თქვენ გამოიყენებთ თუ რაც არის ამაში? ეხლა არაჟანი. ხო, მაგრამ თქვენი მაცივარი მაშინ არ არის. ეს სომი თქვენია? თქვენთვის გამოიყენებთ ამ სომებს? საცხერებით ხო მე აი თქვენი მაცივარი ვერ იქნება ეხლა მწვანილი თქვენი არ არის სომები თქვენი არ არის აი ეს თქვენი არ არის ანუ ეს არის საერთო მოხმარებისთვის მაიონეზი თქვენი არ არის ეს არის საერთო მოხმარების მაცივარი კი ბატონო მიღებულია მაცივარი სუფთა მოწესრიგებული განლაგებული ინვენტარი კი ბატონო სუფთად არის ხშირად სვალეთ ძალიან გთხოვთ ქაღალდი იმიტომ რომ დასველდება უკვე ბაქტერიების გავრცელების ბუდე იქნება რას ემსახურება ეს მაგიდა მითხარით ჭამთ მაგრამ უჟანგავი უნდა იყოს იმიტომ რომ ესეთი ზედაპირები მით უმეტეს როდესაც აი კარტოფილი ქვევითა გაქვთ ხა აი ამიდან ხო ცვენა აი ნახეთ როგორ ცვივა და კარტოფილში არ არის სწორი ეს ასე არ უნდა იყოს. საჭმელი მოდის ამ კვების ობიექტიდან კონტეინერში პირველი, მეორე, მესამე, ანუ წვნიანი, პური, კატლეტი, პიურე და ასე შემდეგ. ანუ ის კერძებია, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, რომელიც მკურნალობს საავადმყოფოში ან ცხოვრობს თუნდაც პალიატიურ ცენტრში. აი აქვე არის ეს პალიატიური ცენტრი. ეს ხალიჩები რისთვის არის? აი ეს ჭუჭყიანი ჭუჭყიანი. აი ნახეთ, აქედან გამოდის საჭმელი, ხო? საჭმელი. და აქვეა რაღაცა ჭუჭყიანი გასარეცხი ხალიჩები. მე რომ მკითხოთ, არ უნდა იყოს აქ, ხო? აი ესე. თუ ჭუჭყიანია, სადღაც ცალკე ყუთში იდო, სადაც გასარეცხი ნივთებია. კი ბატონო, აქანდაზი ცოცხი არის. ანუ იხვეტება ტერიტორია. შეგახსენებთ, ჩვენ ვართ ორთაჭალაში, გორგასლის 115 კვების ობიექტი ხურჯინი. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან ასეთი, იქაც და აქაც იგივე პრობლემა არის. რომ შემოვედი პირველი, რასაც მივაქციე ყურადღება, ეს არის, რომ ბადეები კარებზე გაქვთ, მაგრამ ბადეები არა გაქვთ გამოყენებადი. ანუ ბადეები გამოიყენეთ, იმიტომ რომ ბუზები რომ შემოფრინდნენ, აი პასუხისგებლობა თქვენ ძალიან დიდი გაქვთ და მაღალი გაქვთ და მე ვუყურებ, რომ თქვენ ამ პასუხისგებლობას გრძნობთ. წყალი რა ჩამოდის? რემონტი გვაქვს, აი ხარეზე გვაქვს ცეხი, რომელშიც რემონტი გვაქვს, აი უნდა გადავიდეთ. ჯერ იქ რემონტი მიმდინარეობს ამჟამად და ამას მე გავარემონტებთ, რომ ერთდროულად ვერ დავიწყებ. ვერ ახერხებთ მესმის, მაგრამ აი როდესაც წყალი ჩამოდის, რატო ჩამოდის? ზევით რა გაქვთ? ტოლით არის საფარული და მე შესაკეთებელია, იმიტომ რომ ეს ახლა ისეთი არის, კარგად გამომშალი არ არის. ანუ პრობლემა გაქვთ, რომ აი წყალი ჩამოდის. თხოვნა მაქვს, რომ ეს სომები აქედან ამოიღოთ, იმიტომ რომ ხორცი და ცომი, რომელიც ვერ გაირეცხება, მით უმეტეს აი ეს ცომი. აი ეს მით უმეტეს. აი არ არის სწორი, ხო? კონტეინერები სწორად გაქვთ, კი ბატონო, შელაგებული. აქ მაცივრებში ეს რა არის? ხაჭო გვაქვს ამაში და არაჟანი მაწვ. ხაჭო, ანუ ძის პროდუქტების მაცივარია, კი ბატონო. ეს რა არის? ეს თქვენია? თუ მონარჩენი ის არის? არა, პაციენტი მოგვაყოლდა და ორცალი ამოვიკეთეთ. პაციენტი მოგაყოლდა. აქ ერჯერადები გაქვთ კარადაში და არ იმტვერება და ძალიან კარგია და აქ არის ბოსტნეული დაწყობილი, კი ბატონო, ბოსტნეულისთვის არის, მაგრამ აი ჩემი პატარა რჩევა იქნება ძალიან ხშირად აი ამ კონტეინერებს მოყვება არაკნები და იყავით ძალიან ფრთხილად. მე ამ წუთში მადის გაპრიალებულია და არ არის არსად არაფერი, არც მღრნელები, არც მწერები და ეს ნამდვილად მოწესრიგებულია და ამას ვადასტურებ, მაგრამ რისკი იმის, რომ რაღაცა სადღაც შემოვიდეს, შემოიტანოთ, იმიტომ არსებობს სანიტარული ზონა და გარეთ, იმიტომ უნდა მოხდეს ამის გასუფთავება, რომ დაიცვათ თავი.